მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა უნდა მოგიყვეთ ეს ძალიან სერიოზული ამბავი, რომელიც სულ რაღაცა ნახევარი საათის წინაც არა, მაგრამ 25 წუთის წინ გადაგვხდა თავს. ნიკოლოს, ერთი წუთი აჩვენე რა მოხდა დღეს. მოიცა, მოვატრიალო, მოიცა. ესე იგი ჩვენი მდგომარეობა იყო ასეთი რა. ეს არის ჩვენი მანქანა. აი ნიკოლოზი მოყვება ეხლა რა მოგვი. მიდის. ხო, ეს შუა ხაზზე მივდიოდით, ხო? შუა ხაზზე. და მე ეს ჩქარა მიდის და ეს მიდის და მე ეს ნახე? ესე მოდიო, ჩვენ მოვდიოდით ჩაულებრივად ესე რა. მე ის მარცხენა ხაზიდან უცბად გაზი მისა რომელიღაცა არც ერთი მანქანა სხვა არ იყო. გაზი მისა ამ მანქანამ, აი მანქანაც კი ვერ დავიმახსოვრე, ისეთი შოკი მივიღე. უცბად ატორმუზებს ეს მანქანა, უხვევს აი აქ და აი ნახე, მოხვების დროს ერთი წუთი როგორ გადაიწია? ეს პირიქით, იქით. ესე გადაიწია მე მგონი. თუ როგორ აი ესე გადაიწია მანქანამ. ხო და მე და აი ესე წამოვიდა და წავიდა ისეთი გაზი და აი უბრალოდ რა არის, იცი? აქ რო ვინმე ყოფილიყო შეიძლება მეფიქრა რომ უბრალოდ გასწრება უნდა და წინ არავინ არ იყო, არც უკან არავინ არ იყო, არც გვერდზე არავინ არ იყო. ესე იგი მოდის გას აძლევს აი აქ. მე ატორმუზებს სისწრაფით, გადმოდის ჩვენთან და აი ესე მიდის რა. და ჩვენ ეხლა აი აქედან ამ შუა ხაზზე ესე აი პირდაპირ გეუბნებით რა. ბიჭო, მე არა ცოტა ისეთი სიჩქარით როგორც დავდივარ ხოლმე, ხო? 80-ით. აი მაგალითად 80-ით 90-ით. მე რომ მაგ სიჩქარით მე არა, შეიძლება უკვე მკვდრები ვიყოფილიყავით მე და ჩემი სამი შვილი რა. ღმერთმა დაგვიცვა. თქვენმა მოცომაც დღეს განსაკუთრებულად გავაფრთხილეთ ჩემი შვილები, მე ვთქვით გადაიჭირეთ ღვედები. და დღეს განსაკუთრებულად მითხრა შინაგანმა ხმამ რომ ნელა იარე. და მართლაც ნელა ვიარე დღეს რა. მე რომ ყოფილიყავი კიდევ 5 კილომეტრი სიჩქარით. 5 კილომეტრი სიჩქარით ცოტა შქარას რო ყოფილიყავი, მე უკვე დავეჯახებოდი ამას და შეიძლება გადავტრიალებულიყავით. გესმის? იმიტომ რომ ისეთი ავარიული შეგვიქმნა მანქანამ. ისეთი შოკი მივიღე რომ ნომერსაც ვერ შევხედე, ჯერ ვერ მივხვდი რა ხდება, ხო? ნიკოლოს, რა მანქანა იყო, რა თქვი? რაღაც ესეთი ოპელი, არ ვიცი, აი მე მანქანებში ვერ ყვევი და არ იყო ახალი მანქანა, იყო ძველი მანქანა რა, ძველებური მანქანა, ლადა ან ოპელი. აი ესეთი რაღაცა. შავი მანქანა იყო, L დავიმახსოვრე, მაგრამ LP თუ LK ვერ დავიმახსოვრე რომელი მანქანა იყო, მაგრამ ეს იყო სერიოზული მცდელობა, რომ ავარიული შემიქმნა ისეთ ან რომ არავინ არ ყოფილიყო იქ მოწმე არავინ არ მყავდა, იმიტომ რომ არც უკან იყო მანქანა და არც წინ რო ყოფილიყო რა ხო, მაგრამ უკან მანქანა არ მოდიოდა რომ დაენახა რა მოხდა. ყველა შემთხვევაში მე ვეჯახები ისეთ ავარიულს მიქმნის რომ ვეჯახები და თან ისეთი სისწრაფით შემოუხვია რომ ამას გზა გაეგრძელებინა, გესმის და მე გადავყირავებულიყავი რა. მოკლედ ძალიან უცნაურია რა, აი ვინ აკეთებს ამას, ვინ ის ადამიანი ხო დღეს შეიძლება მართლა გადაყირავდეს, ნიკოლოზმა სწორი თქვა, ვინ სხვას საფლავს უთხრის თვითონ ჩავარდება შიგნიო რა, ჩემი ბიჭი. ნუ აკეთებთ ამას რა ხალხო რა. არ გამოგივათ, მაინც ვერაფერს ვერ მიახსევთ, იმიტომ რომ ეს არის დაწერილი გეგმა, რისთვისაც მე აქ დედამიწაზე ჩამოვედი. ამას ვერ აცდებით მეთქი, გეუბნები რა. ის ძალები, რომლებიც ახლა რაღაცა უაზროდ ცდილობენ, რომ რაღაცა შემიქმნან, ან ავარიული, არა. აი სვანეთში რო ვიყავ, მაშინაც შევამჩნიე, რომ რაღაცა მანქანა აგვეკიდა და 5 ჯერ შეგვიქმნა ავარიული რა, თან წვიმდა. თეაც იყო მაშინ და თეას ვეუბნებ, თეა მეთქი მელანდება თუ ეს ტიპი ავარიულს გვიქმნის რა. კარგი გავატარე ეგ, იმიტომ რომ
შესაძლებელია რომ ვიღაცა არ ვერ არის თავის შკუაზე, დამთხვევაა, შემთხვევა და არის შესაძლებელი რომ უბრალოდ ვიღაცა გადამეკიდა რა. მაგრამ აი ეხლა დღეს რაც მოხდა, ეს არანაირი არ შემთხვევა არ იყო, არც ის იყო რომ მან შემთხვევით გადმოუხვია, არც ის იყო რომ აი ხო შეიძლება მობილურში იყურებოდე და უცბად რაღაცა ხელი შეგეშალოს და დაეჯახო. ეგეთი რაღაცა არ იყო. ეს სპეციალურად გამიზნული მისცა გაზი, გადმოუხვია რადიკალურად და გააგრძელა სწრაფად გზა. ისიც ვერ მოვტვინე რომ მე ამას გავკიდებოდი და დამემახსოვრებინა ნომერი რომ მქონოდა ხელში ვინ არის ეს რას აკეთებს, ხო? საიდან მოდის, ვინ დაავალა, ვისი დავალებით არის. ამიტომ ჩემო კარგებო ყოჩახ თქვენ. იმიტომ რომ როგორც ჩანს თქვენ ისე ილოცეთ ჩემზე დღეს და დღეს ბევრი ლოცა მივიღე მე ლაივში, რომ ამანას უშველა. მართლა გეუბნე მე ესე რეზონირდა ჩემთან ახლა ეს ინფორმაცია. დაცვა რა თქმა უნდა მაქვს. ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ თქვენმა ლოცვამაც, მაგრამ იმოქმედა რა. სერიოზულად იმოქმედა. აი ესეთი ამბებია მეგობრებო. ესეთ ამბებში ვარ მე და ვიღაცა იფიქრებს ახლა რომ მე ვიღაცის აგენტი ვარ. თურმე და ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაწყებული, პოლიციიდან დამთავრებული და აი ეს უცნაური უაზრო ვიღაცები, ვინც ეხლა მკვლელობის დაგეგმვას ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეუკვეთავს. მკვლელობის დაგეგმვას უკვეთავს ადამიანი, რომელსაც ფული აქვს, რომელსაც გავლენა აქვს და რომელსაც აქვს რა ქვია მაგას ძალაუფლება. და იმას გავაფრთხილებ ახლა რა. დედეს ვიცა ვარ, დღესვე შენ ცხოვრებას წერტილი დაესმევა, ვინც ეგ შეუკვეთა. შენ ცხოვრებას წერტილი დაესმევა, ვინც ეგ შეუკვეთა. მორჩა, არანაირი კომპრომისები მეა. მორჩა უკვე რა, კომპრომისებზე აღარ მივდივარ. ღმერთმა მშვიდება მოგცეს თამარო, მადლობა. ცირა მადლობა. და კიდევ კარგი რომ ჩემი ბიჭი წინიჯდა და ამას ხედავდა რომ კინაღამ გადატრიალდა ეს მანქანაო. არ შემიმჩნევა ყივილი და წივილი არ დავიწყე, მაგრამ ბავშვმა თქვა რომ კინაღამ მანქანა გადატრიალდა ჩვენ თვალწინო. აი ესეთი რაღაცა გააკეთა. კინაღამ თავისი თავი თვითონ დაიღუპა. იმ დედამოწყნულმა ვიღაცამ რა. კაი, წავედი ახლა მეგობრებო. დაიწყო, დიდი ომები დაიწყო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ომებია. ამას რომ უნდა სიბნელეს რო რაღაცა უნდა, სინათლესაც უნდა. ღმერთო ჩემო რა, აი კურიოზები კი არა და თავგადასავლებით სავსეა ეს ცხოვრება. მადლობა უფალს, მადლობა ყოვლად უყრნელ სინათლეს, რომელიც მიცავს და რომელიც არის ჩემი მცველია. მადლობა და ბოლომდე მიმოყვანინებს ამ საქმეს. დარწმუნებული ყავით.